საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე დღეს თბილისის 64 საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის პირველ გაკვეთილს დაესწრო და მის მიმდინარეობას გაეცნო. ცეკვის გაკვეთილების პილოტირება 2011 წლის იანვარში თბილისში ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო. 2011-2012 სასწავლო წლიდან კი სავალდებულო დისციპლინის სახით შევა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხე კლასში ცეკვის გაკვეთილები. პრეზიდენტის ინიციატივით ჩვენ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიტანეთ ახალი დისციპლინა ქართული ცეკვის სახით. ვფიქრობ, რომ ის საგანძური, რაც ქართულ ფოლკლორის სახით არსებობს, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა ეზიარონ და ეს მხოლოდ მათ ეროვნული თვითშეგნების ხარისხს გაამაღლებს. მეოთხე კლასის ბავშვებისათვის, რომლებიც უკვე არ არიან ძალიან პატარები, რომ რაღაც ვერ გაიგონ იმდენად, არც ძალიან დიდები, რომ ამათთვის გვიანი იყოს. ეს არის საშუალო ასაკი და ბავშვებმაც, რომ შემოვედით სკოლებში, ჩემი კოლეგებისგანაც ვიცი, ძალიან კარგად მიიღეს და აღტაცებით შეხვდნენ ქართული ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას. მოხარული ვარ, რომ სკოლებში ისწავლება ქართული ტრადიციული ცეკვები, ვინაიდან ეს ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც წვლილი მიუძღვის ამ კეთილშობიურ საქმეში.